მოდი უკომაგოთ ნატალია ყიფშიძეს. ნუ მას ახლა რეალურად რომ თქვათ, უფრო ნაკლები შანსი აქვს გამარჯვების, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა, მისთვის უკვე დიდი წარმატებაა აქ გასვლა მე. ეს გოგონას უბაბაზებული გამოდის, გახსოვს ალბათ ერთ-ერთ შეხვედრაში. ორი შეხვედრა მოიგო ნატამ, შეუბღვირა მეტოქეს ამ ბრიტანელმა, ბეთმენია მაინც ბოლო-ბოლო გვარით. ძალიან შემართულია ხედავ. უნდა მოიგოს, ყველაფერი უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეცდება. თავს არ დაზოგავს, დარწმუნებული ვარ ნატა, მაგრამ ნახოთ. ნახევარფინალში იყო ეს ბრიტანელი და იქ წააგო. გერმანელთან რა სარახე ჰერმანთან. მოკლედ ვაჟები ჯერჯერობით უდანაკარგოდ ასპარეზობენ ბიჭები, უდანაკარგოდ, ანუ მედალი აქვს ყველას მოპოვებული, აი ნინიაშვილი დაბრჩა და ბრინჯაოსას თუ მოიგებს დღეს ნინიაშვილი. სადოს ნატამ, რატომაც არა, ბოლომდე არ მიხავს. ცდილობა ჰქონდა ილეთის, მაგრამ ბოლომდე არ მიიყვანა. ეხლა არ უნდა წამოიგოს, აქ მეტოქეს ტიგობს ამოტრიალებას და საჯმა შეუძლია ნატას უფრო მეტი უნდა მოიდემოს. გიორგი თენაძე, ჩვენი ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი და ხო, გიას ძალიან დიდი დამსახურებაა. კახა მოცრაძის ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ გოგონები უკვე აი ამ დონეზე არიან, რომ მედლებისთვის ასპარეზობენ. წარმოიდგინეთ, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წლის წინ. ცოტა ხნის საერთოდ არ არსებობს. საერთოდ არ სადმე რომ წავიდოდნენ რომელიმე შეჯიბრში, აქ მახჩობელა არ გააკეთებინოს, მთავარია საჯი ვეღარ ხედავს. გააჩერა. ყველა შეჯიბრში მიდიოდნენ პირველი შეხვედრას აგებდნენ და თუ სადმე წავიყვანდნენ ასე ვთქვათ და შემდეგ გუნდებოდნენ. ახლა უკვე ისე არ პირველ ტურისტებად დადიოდნენ და ეხლა უკვე საჭიდაოდ საიდანღაც ხომ უნდა დაეწყოთ არა ეგ არის და დაიწყეს და აი მივიდნენ ამ თავისი შრომით მიაღწიეს ამ მწვრთნელებმა და გოგონებმა მოკლედ ისე ყავთ ეს გოგონები რა ვიცი შვილებივი თულიან მართლა რა. აი გიორგი თენაძე ოლიმპიური პრიზიორი 1998 წლის. როგორი კომაგობა აქვს? ფიქრობ ეს კიდევ მიცემს ბიძგს ქალთა ძიუდოს განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ხედავთ რამდენი არიან გოგონები როგორ კომაგობენ. ეხლა ვინც პატარები ადევნებენ თვალს და გოგონები აი შეჯიბრს ბუნებრივია შეიძლება მათაც გაუჩნდეთ სურვილი რატომაც არა ხო? და აი გაფრთხილება მისცა ბრიტანეთს. აქტიურობდა ნატა და ამით იყო გამოწვეული სწორედ ეს გაფრთხილება. ბრიტანელი ჯერჯერობით ვერაფერს უხერხებს. თავარი ეხლა შებოჭვაზე არ მახჩობელა ილეცი არ მოყეს, კიდევ გააჩერა საჯმა. ალბათ ტაქტიკურადაც ყველაფერი კი. სწორად უნდა წარმართოს. ნუ ტაქტიკურად ეხლა მწვრთნელები ბუნებრივია მითითება საძლებს. სიფრთხილეა საჭირო, აი აქ სიფრთხილე. შესაძლებელია, არაფერი არ არის. ანუ ტაქტიკურად ძალიან კარგად მიყავს. თვითონ უტევს და შემდეგ უკვე მეტოქე ცდილობს დაბლაჭიტში რაღაცის შექმნას, ან მახჩობელა, ან ტკივნეული და არაფერი არ გამოსდის. დრო კი გადის. და ამას ვიძახი ზუსტად რომ აკეთებს იმას, რომ აქტიურად მოჩანს მაინც. კი, რა თქმა უნდა, ახლა დაიწყებს ილეთს. აი, დაიწყო ილეთი. და თვითონ შეიძლება დრო გაიგოს, იმიტომ რა თქმა უნდა. დრო მაინც და მაინც ამასობაში 2 წუთზე მეტი გასულა უკვე. ბევრი კი ნახევარი და თავად ნაკლებია. არა და მახჩობელა ილეთით მოიგო, ხო? მან წინა შეხვედრა ვიცით. შეუძლია მასაც გაკეთება. რა თქმა უნდა. ამ ილეთს ჩეხი დაამარცხა. რეპეშაჟში. იცი რა არჩევანი ასე იყო ეხლა ალბათ ჩვენ ნაკრებში ხო 12 სულ არის რაოდენობა 8 აუცილებლად ბიჭი იქნებოდა. აი კიდევ უტევს ნატა კიდევ. 8 აუცილებლად ბიჭი იქნებოდა და 4 გოგო უნდა ყოფილიყო და მოხდა იმ 4 გოგონას შორის. ნატა და არ ვიცი ხა. რა თქმა უნდა. მე დილიდან მას შემოთქვირობდი ძალიან და ძალიან გამიხარდება თუ ბრინჯაოს მედალს მოიპოვებს ეკუთვნის ამ გოგონას. რაც ის შეხვედრაც რომელიც წააგო გაფრთხილებები, წააგო ძლიერ სპორტსმენთან.
ძალიან კარგია, კარგად მიყავს და კარგად იცავს თავს. აი ვერაფერს უხერხებს ბრიტანელი, ვერაფერს ჯერჯერობით. კიდევ აი მუდმივად ერთი და იგივე ხდება და რა ვიცი ხა ჩვენ რატომ უნდა ვიდარდოთ ხომ ბრიტანელის ტაქტიკაზე, მაგრამ მისი მწვრთნელიც და უნდა მივხვდნენ რომ რაღაც შესაძლებელია ალბათ არა. კი და ნატა მშვენივრად გამოიყურება, მიყავს დამაჯერებლად. აქვს ცდილობები, აი კიდევ ეხლა ეს ეხლა მწვრთნელი არა უშავს. გაფრთხილებას ითხოვს მე. აი ეხლა გააჩერა. არ უნდა მისცეს ანუ ნიკაბზე იყო ეხლა იმანო და არ უნდა მისცეს გაფრთხილება, ნახევარი წუთია დარჩენილი. და თვითონ ბრიტანელმა მიიღო, ეს რატომია? ნუ აქტიურობს ეხლა ნატა ჩახტა და უფრო მწვრთნელი ითხოვდა ვითომ ჩავარდნას, მაგრამ საჯემო სხვაგვარად შეაფასეს ეს ეპიზოდი. იგივე და მაყურებელა ილეთის გაკეთება, იგივე გრძელდება ეხლა საკაც მეტი არაფერი არა. ეხლა უკვე მტკივნეულზე გადადის ხელის წართმევას. მაგრამ დრო არის ძალიან ცოტა, ეხლა საერთოდ რომ წრეზე სირბილი დაიწყოს, მე მგონი თვითონ ბრიტანელმა გაიყვანა დრო დაბლაჭიტში, ხო? ეხლა უნდა და რა თქმა უნდა დაიწყოს წრეზე სირბილი, უკან გასვლა არ არის საჭირო, აი ესე გვერდით. კი, ძალიან მაგარი ესეთი ტაბლოს უყურებს, ტაბლოს და ბეტმენს. ოჩახ. ბრავო. ბრავო, ნამდვილად უერთდება შემატკივარს, ვინც ფეხზე წამოდგა, აპლოდისმენტებით ეგებებიან და მართლაც ახლა ბრიტანელის სრემლებიც რთული საყურებელია, მაგრამ ნუ დგომში არაფერი გამოუვიდა, ილეთი ვერც სადა ბრიტანელმა ეხლა რეალურად რომ თქვათ, ნატას ჰქონდა ილეთების ცდილობა. არა, რამდენიმე. ძალიან კარგი იყო ყოჩახ ნატა, მართლაც ძალიან კარგი ტურნირი ჩაატარა. პირველად ასპარეზობს ნატა აი ამ წონაში. ეს არის მისი პირველი შეჯიბრი. აქამდე გამოდიოდა 44 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონატზე 3 კვირის წინ 44 კილოგრამში იყო, მაგრამ შეამჩნიეს მწვრთნელებმა რომ წონა მეტი ქონდა და უჭირდა ასე ვთქვათ, არ შეიძლებოდა დაკლება და მოამატებინეს, გადაიყვანეს ზედაწონით კატეგორიაში და ხედავთ თამაშების სიმბოლოს კოლხური ხოხობი პიკი, პირველი წარმატება. აი, ნინო გელაძე. ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი წევრი, რომელიც არ გამოდის ამ შეჯიბრში, 52 კილოგრამში ასპარეზობს და 52 კილოგრამში ხვალ იასპარეზებს ზიაბებოში. ჩვენი ევროპის ჩემპიონი. აი, რამდენი მცდელობა ქონდა? ცდილობდა იგი რეალურად შეტევას, ხო? არ ყოფილა ეხლა, აი, კიდევ შევხედოთ. უამრავი. ეს იგივე ეპიზოდია მართალია, მაგრამ ბრიტანელს ძალიან კი სურდა ეხლა გამარჯვება, მაგრამ რა ვქნა? ვერაჯობა. ძალიან კარგი იყო. აი ეს კი კიდევ ერთი შეხვედრა მესამე ადგილისათვის. გონების მეორე მედალია ისტორიაში.